სერგეი ჩაბანი DST-ს კოლექტიურ ძალებს უხელმძღვანელებს სარდალი, რომლის გაწევას განმუხურის ინციდენტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ითხოვდა მოვალეობის შესრულებას ისევ განაგრძობს. გადაწყვეტილება ასტანაში საგარეო საქმეთა მინისტრების ნაცვლად DST-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭომ მიიღო. ქართული მხარე გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აპირებს საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ სხდომაზე ჩაბანის მოხსნის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს. Анатолий Сердюков. სერგეი ჩაბანი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში DST-ს კოლექტიური ძალების სარდლად რჩება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ასტანაში DST-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს ხდომაზე მიიღეს. საბჭოს გადაწყვეტილებით გენერალ-მაიორი ჩაბანი ამ პოსტზე ახალი ხელმძღვანელი დანიშნულებით დარჩება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით კოლექტიური ძალები ეფექტიანად მუშაობდნენ. ჩვენ სამშვიდობო ჯგუფის ხელმძღვანელს მანდატი გაუგრძელეთ. თუმცა უახლოეს მომავალში ამ პოსტზე ახალი კანდიდატურის მოძებნას გეგმავთ. ქართულმა მხარემ გენერალ-მაიორის სერგეი ჩაბანის საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა. ეს საკითხი უნდა შევათანხმოთ, თუმცა ჯერჯერობით მისთვის მანდატის გაგრძელება გადაწყდა. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სერგეი ჩაბანს კოლექტიური ძალების სარდლად დარჩენის უფლება არ აქვს. გელა ბეჟუაშვილის განმარტებით DST-ს თავდაცვის მინისტერიალს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება. საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრთა მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს სერგეი ჩაბანის მოხსნის საკითხს. თავდაცვის საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. შემდეგი შეხვედრა როგორც კი იქნება, ჩვენ კვლავაც როგორც ამას ვაკეთებთ 2006 წლიდან დავაფიქსირებთ ჩვენ უარყოფით პოზიციასთან ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. ჩაბანმა უნდა გააგრძელოს სარდლის მოვალეობის შესრულება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ და არ ვეთანხმებით. ადამიანი, რომელიც გამოცხადებულია არასასურველ პირად ქვეყნის ტერიტორიაზე, არ შეიძლება ასრულებდეს სამშვიდობოების სარდლის მოვალეობას. ჩაბანი საქართველოში არასასურველ პერსონად ოქტომბრის ბოლოს განმხურის ცნობილი მოვლენების დროს გამოცხადდა. მაშინ საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განმხურში რუსეთის სამშვიდობოების მიერ ქართული სამხედროების დაკავებისთვის საპროტესტო ნოტას გადასცეს. მიხეილ სააკაშვილმა სერგეი ჩაბანი საქართველოსთვის არასასურველ პირად გამოაცხადა და კონფლიქტის ზონის დატოვება მოსთხოვა. Передайте вашему генералу господину Чабану, что объявляю его нежелательной персоной в Грузии, в ближайшие дни он пусть покинет территорию Грузии. სერგეი ჩაბანი DST-ს კოლექტიურ ძალთა სარდლად 2004 წელს დაინიშნა. უკვე 2005 წელს მის სახელს უკავშირდება განმხურში სკოლის ალყის შემორტყმის სკანდალი. ასევე 2005 წლის 10 ივნის ენგურის ხიდზე კონტრაბანდის გადმოტანის მცდელობა. რამდენიმე თვის წინ ნარკოსკანდალი, როდესაც რუსის სამშვიდობოების 302 საგუშაგოზე დიდი ოდენობით პრომედორი დაიკარგა. ბოლო შემთხვევა კი გასულ შაბათს 24 ნოემბერს მოხდა, როდესაც 306 საგუშაგოზე იარაღი დაიკარგა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე რუსეთს საქართველოს საგარეო უწყებისგან ნებართვა არ მიუღია, თუმცა რუსეთის ფედერაცია ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვმა განაცხადა. ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ჩეკალინიკი მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომები საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას, რადგან რუსეთი უცხო ქვეყნის ტერიტორიას არ აკონტროლებს. რუსეთის დუმის არჩევნები 2 დეკემბერს ტარდება. ჩვენ ქონდა მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდოვეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი შეთანხმებულია. პირველად რუსეთის ისტორიაში მსოფლიოს 153 ქვეყანაში 365 საარჩევნო უბანი იმუშავებს. ამიტომ აქ უკვე საქართველოს სამართალდამცავებს დაეკისრება პასუხისმგებლობა. არსებობს შეთანხმება უბნების გახსნის შესახებ, ამიტომ კეთილი ინებეთ და დაგვეხმარეთ, რომ გაუგებრობები არ მოხდეს. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენ არ ვმუშაობთ. ეს უბნები არის უკანონო და ბუნებრივია უკანონო უბნებთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ეს იმყოფება იმ ზონაში, სადაც ქართული მხარე ფიზიკურად ვერ დაიცავს უსაფრთხოებას, ბუნებრივია უკანონო უბნებთან დაკავშირებით ქართული მხარე არ აიღებს არანაირ პასუხისმგებლობას. პირიქით, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ასეთი ფორმით, შეუთანხმებელი და უკანონო ფორმით არჩევნები იქ არ უნდა ჩატარდეს. საქართველოში წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ამის შესახებ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უშიშრობის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რეჟიმი არ უნდა დაერღვეს და საქართველოს სხვადასხვა პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ 5 იანვრის არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდება. კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის კონტროლი და არჩევნების უზრუნველყოფა მაქსიმალურად დემოკრატიული და სამართლიანი გამჭვირვალე მაქსიმალური საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის ყველა ის საკითხების ბლოკი, რაზედაც ვისაუბრეთ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ წინა საარჩევნო პერიოდში, ჩვენ გადავწყვიტეთ ყოველ კვირა შევიკრიბოთ
და განვიხილოთ დეტალურად ყველა ის შესაძლო გამოწვევა, რაც კი შეიძლება არსებობდეს და შესაბამისად გამოვიმუშაოთ რეაგირების გარკვეული სცენარები. დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოუსაფრთხოებას, დაეთმო კონფლიქტურ ზონებს და ასევე რა თქმა უნდა ყველა იმ წინაპირობის შექმნას, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ჩატარდეს სამართლიანად. დეპუტატი მერაბ ხურციძე ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა. ვალერი გელბახიანის ფრაქციის წევრს გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს. ჩვენი საქართველოს ლიდერი ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებს და ხურციძის ცემას მის მიერ ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას უკავშირებს. გამოძიება დაწყებულია სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები უკვე დაკითხეს. პარლამენტის წევრი მერაბ ხურციძე ხუდუშაურის სახელობის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით არის მოთავსებული. ღამის 12 საათზე მომხდარ ინციდენტს ის ასე იხსენებს. მოსახლეობის შორის დახვდა 5 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ხო არ გადაულედი და გადამასწრეს მანქანიდან და რა ვიცი, აგიცხადე. აბსოლუტურად უცნობები იყო. რო თქვა ვინმე შემეშალა მეთქი აბსურდია რა და დანარჩენი ვერ გეტყვით ვერაფერს. ვილაპარაკებოდნენ აი ეს გეუბნებით. გინდება მეტი არაფერი. ტვინის შერყევა აქვს, კერობრივი დაზიანების ნიშნები თავის ტვინში არ აქვს და დამაკმაყოფილებელია მდგომარეობა ჯერჯერობით. ინციდენტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო პოლიციის ვაკე საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილებამ, რომელსაც დეპუტატმა გუში ღამითვე მიმართა. ასამ მდგომარეობაში მყოფი კუკა გოგოძე და ჯერიან რადიანი ფეხით მიემართებოდნენ სახლის მიმართულებით. ახალგაზრდებმა ხელით ანიშნეს მას გაჩერება. საქართველოს პარლამენტის წევრმა მერაბ ხურციძემ გააჩერა ავტომობილი. ამ დროს მათ შორის წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს გოგოძემ და რადიანმა საქართველოს პარლამენტის წევრს. შემთხვევის ადგილზე მივიდა გოგოძის სიძე, ბადრი სურმავა, რომელსაც ახლდა თავისი ორი მეგობარი და ამ ბიჭების დახმარებით მოხდა კონფლიქტის ლოკალიზება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღესვე ავრცელებს ინციდენტის მონაწილეთა ჩვენებას. აუხნიეთ ხელი გააჩერა. რო გააჩერა, გადმოვიდა პიროვნება და ჯერ რაუფლებით მაჩერებთო და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. ხელი დაგვარტყა მე შემდეგ მე ჩვენს დავარტყით და ამასობაში ბადრი და ალეკო და გიორგი მოვიდა. შევესწარი ესეთ სიტუაციას, რომ წითელი ნივა გაჩერებულნი იყო და ფიზიკური შეურაცხყოფით ჩხუბი იყო გამართულნი. მივედით და ჩვეულებრივად გავაშველეთ. მერაბ ხურციძის ცემის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებს ვალერი გელბახიანი. ხურციძემ თქვენახევრის წინ უმრავლესობა დატოვა და გელბახიანის ფრაქციაში გაწევრიანდა. თუმცა მანამდე მოვლენები ასე განვითარდა. 19 ოქტომბერს ჩვენი საქართველოს პრეზენტაციისას მერაბ ხურციძე გული შეტევით ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში იწვა. ის სატელეფონო საუბარში გელბახიანის ფრაქციის წევრობას ადასტურებდა ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის შესახებ კი განცხადება დაწერილი არ ჰქონდა. მოგვიანებით დეპუტატმა განაცხადა, რომ პარლამენტს საერთოდ ტოვებს. შემდეგ გადაიფიქრა და ვალერი გელბახიანის თანაგუნდელი გახდა. სახელმწიფო უსწორდება პოლიტიკურად მის მოწინააღმდეგეებს, ფიზიკურად და თუ ამას საერთაშორისო ასე ვთქვათ რეაგირება არ მოყვა, რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება და ალბათ უარეს შედეგებს მიიღებს. როგორც ყოველთვის და ყველაფერი თავდაპირველად ხელისუფლებას ლამის დაბრალდა უყურადღებობა ან ასე ვთქვათ არ აღკვეთა მსგავსი პროვოკაციისა, მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველივე ინფორმაციის თანავე ძალიან აქტიური ღონისძიებები გაატარა. მერაბ ხურციძეს ხუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებიდან დღეს საღამოს ან ხვალდილით გაწერენ. ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია სტანდარტ ბანკის მონიტორინგს ახორციელებს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მიზეზი ლიკვიდურობის პრობლემა გახდა, რის გამოც ბანკი ვალდებულების შესრულებას ვეღარ უზრუნველყოფს. სტანდარტ ბანკის მმართველი სალფორდ საქართველო მონიტორინგის დაწესების მიზეზს უსაფუძვლოდ უწოდებს და საკუთარი ინტერესების დასაცავად საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას მიმართავს. სალფორდ კაპიტალს, რომელიც სტანდარტ ბანკის მმართველი კომპანია, ეროვნული ბანკის მიმართ კონკრეტული ბრალდებები აქვს. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე დღეს სტანდარტ ბანკისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. მიდიოდა ზეწოლა სტანდარტ ბანკის კლიენტებზე, მომხმარებლებზე, რომ მათ ანგარიშები გადაეტანათ სხვა ბანკებში. და კონკრეტულად რამოდენიმე ბანკში. ეს ზეწოლა გრძელდებოდა და მაგას მე ხა დღეს ვერ ვიტყვი. მაგრამ ჩვენ ამაზე მუშაობ და ამას ჩვენ ყველაფერს შეგატყობინებთ. მათმა გააკეთეს განცხადება, რომ ბანკის კლიენტებზე ხორციელდება ზეწოლა და გარდა იმისა, რომ ეს არის რა თქმა უნდა აბსურდული განცხადება,
ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს განცხადება თავისი დეზინფორმაციულობიდან და თავის შინაარსიდან გამომდინარე არის სულად უპასუხისმგებლო და პირიქით ემსახურება სტანდარტ ბანკის როგორც ფინანსური ინსტიტუტის სტაბილურობის შერყევას. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით უკვე რამდენიმე დღეა სტანდარტ ბანკის დროებითი ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. ეროვნულმა ბანკმა სტანდარტ ბანკში მონიტორინგის ჩატარება გადაწყვიტა. მათი ინფორმაციით ამის მიზეზი ლიკვიდურობის პრობლემა გახდა, რის გამოც ბანკი ნაკის ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ყველა არსებული კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით. რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილება. მოგახსენებთ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში სტანდარტ ბანკიდან მოხდა 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადინება. აღნიშნულმა საფრთხე შეუქმნა ბანკის ლიკვიდობას და პირდაპირ პროპორციულად დადგა საკითხი იმისა, რომ შეიძლება საფრთხე შექმნოდა ბანკის მიანაბრეებს და იმ პირებს, ვინც თავის დანაზოგს ან ანგარიშს ინახავდა სტანდარტ ბანკში. კომპანია სალფორდის ამერიკელი წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში რამდენიმე დღის წინ სპეციალურად ჩამოვიდნენ, ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. ეს ზუსტად ის საჩვევა არის, რასაც მე ვხედავ. მე მგონი ამ ბანკის დაქცევას ესე არავინ არ აპირებს. ლაპარაკია როგორ შეუცვალონ ამ ბანკს ფლობელი, ან ერთად, ან ნაწილ-ნაწილ დაყონ იგი და გადაცენ იგი რამოდენიმე სასურველ ბანკს. თავრობის მხრიდან ბანკის საქმეებში ჩარევა უკანონო იყო. ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვფიქრობ, ქმედებები პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. მომხდარის პოლიტიკურ მოტივაციას კატეგორიულად გამორიცხავენ პარლამენტში. ვიცით, რომ ეს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია მუშაობს. სტანდარტ ბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბანკი არ დაიხურება. ეროვნული ბანკის წარმომადგენლები 2 თვის განმავლობაში მეანაბრეების დეპოზიტების დაცვაზე და ბანკის ნორმალურად ფუნქციონირების აღდგენაზე იზრუნებენ. სტანდარტ ბანკი საქართველოს აგრობიზნეს ბანკის სამართალ მემკვიდრეა. მისი აქციების 65% ამერიკელ ინვესტორებს, დანარჩენი კი ბიზნესმენ ბადრი პატარკაცშვილს ეკუთვნის. სალფორდი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა მიმართეს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. ახალი მემორჩენეობის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრებს მართავს დავით გამყრელიძემ სამედიცინო სფეროს რეფორმის საკითხები დღეს ექიმებთან განიხილა. დავით გამყრელიძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაწყებულ ჰოსპიტალური განვითარების გეგმასა და ექიმთა ლიცენზირების მეთოდსაც აკრიტიკებს. ახალი მემორჩენეობის კანდიდატი პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს აქცენტი სადაზღვეო სისტემაზე გააკეთოს. ექიმები ძალიან დაშაქრულები არიან, ესე აგრესიული მიდგომა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც იყო და ამჟამადაც რომელიც არის, ალბათ რაღაცნაირად უნდა გამოსწორდეს. კიდევ ერთხელ გავიგე ის წუხილი და ის პრობლემები, რაც ჩემს კოლეგებს, ექიმებს, ამ დარგის წარმომადგენლებს დღეს ესე აწუხებთ და მართლაც დღეს ექიმის პროფესია რაღაც ყველაზე უფრო მეტად შეილახა ამ ხელისუფლების ხელში, ყველაზე უფრო მეტად მოხდა რაღაც დისკრედიტაცია, ყოველ შემთხვევაში მცდელობა დისკრედიტაციისა. დღეს შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან გამყრელიძემ სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სისტემის გაუქმებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამსახურით შეცვლას დაპირდა. იმაზე, რომ მართლაც ხალხის წავა თავის შეგნებით, თავის სურვილით ქართულ არმიაში ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ საკითხზე ბრიფინგი შტაბის სახელით დღეს გიგი წერეთელმა გამართა. მისი თქმით, პროცესი ნებაყოფლობითია და იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალდატანებას ან რაიმე საეჭვო ფაქტებს, მოსახლეობა შეუძლია პარტიას ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინოს ნომერზე 92-30-30-84. ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცესკოში 6 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სად განთავსდება მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი და ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი. მხარდამჭერებს და ამ პროცესს განახორციელებენ მისი საარჩევნო შტაბის და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, აქტივისტები, კოორდინატორები. ეს ხდება განსაზღვრული ფორმით და მინდა გითხრათ და გაჩვენოთ უბრალოდ ის ფორმები, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ამისათვის და მხოლოდ აი ესეთ ფორმებზე მოხდება ხელისმოწერების დადასტურება. რასთან აუზობენ პრეზიდენტობის მსურველები, ამომრჩევლებს ზოგიერთი პრეტენდენტისთვის ოფიციალურ კანდიდატად დარეგისტრირების პროცესი პირველი არ არის, რადგან პრეზიდენტობაზე პრეტენზია აქამდეც ჰქონია. თუმცა 22 მსურველს შორის ისედებიც არიან, რომლებიც საპრეზიდენტო მარათონში პირველად ერთვებიან. ზოგიერთ მათგანს არც პროგრამა შეუმუშავებია, რადგან გამარჯვებამდე გეგმებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
65 წლის გიორგი ყორღანაშვილი პრეზიდენტობის 22 მსურველს შორის ერთადერთი პენსიონერია. იგი ამჟამად ტაქსის მძღოლად მუშაობს და მიიჩნევს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის სახით ჯალალედინი დაეპატრონა. პროგრამა პრინციპულად არ დაწერა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას აპირებს. სულ ყოლის, ვინც პროგრამებს ადგენს იქა. იმიტომ რომ ვერავითარ პროგრამას ვერცერთი ვერ განახორციელებს. მიშიგან სააკაშვილისთვის კაცი არ არის მომგები ახლა რა. აი ამ პოზიციაში. ყორღანაშვილისგან განსხვავებით პროგრამა აქვს მის კონკურენტ შალვა კუპრაშვილს, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით საიდუმ მოდი ინახავს. პროფესიით აგრონომი საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი პარტიის რადიკალ დემოკრატების ლიდერია და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ენთუზიაზმის ხარჯზე აპირებს. კუპრაშვილის კამპანია დღეს ვარკეთილში ხელმოწერების შეგროვებით გაიხსნა. რა თქმა უნდა იქნება და ხელ შეუწყობთ. რას შეუწყობთ? ნატოში შესვლაზე ორიენტაციას. ყველანაირად ჩვენს ძალებში რაც არის რაზეც არის დამოკიდებული ყველანაირად. და რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკაც არის თავრობის ისე? რუსეთმა საერთოდ ვერ მოიშორა თავისი იმპერიალური ზრახვები და ამიტომ რაღაცნაირად უნდა დათმეს მათთან მეგობრული ურთიერთობა, რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეს, შემუშავდეს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. გამარჯობათ. რა კაბინეტი ხონიო მარგიანს, ბიძაშვილის. კანცელარიის მე-11 სართულიდან ბიძაშვილის კაბინეტში გადაინაცვლა, თუმცა იქ დაბრუნებას კიდევ აპირებს. ავთანდილ მარგიანი გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთისკენ რუსეთთან მეგობრობის გზით სიარულს გეგმავს. პრეზიდენტობის მსურველი ყოფილი ვიცე-პრემიერი თავის პროგრამას დღეს ლექსად გვაცნობდა. ქურდები ისჭრიან სამართალს, მართლებს უყრიან ბორკილსა. დაქვეყნის მტერი იუდა დასცინის მამულიშვილსა, ბრიყვრი და უსწავლელები თავში უდგიან ჭკვიანებს, გაქრეს ეს შამი, აბა, რატომ გაიგვიანებს? აი დღევანდელი დღე ესეთია. პრეზიდენტობის ამ კანდიდატებიდან არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება მხოლოდ გიორგი ყორღანაშვილს აქვს, თუმცა გამარჯვებაში სამივე დარწმუნებულია. მთავარ კონკურენტად მიხეილ სააკაშვილი მიაჩნიათ და ეჭვია რეპარებათ, რომ მას პირველივე ტურში დაამარცხებენ. კონკურენტად მივიჩნევ მხოლოდ და მხოლოდ ბატონ მიხეილ სააკაშვილს. დანარჩენები სუსტები არიან თქვენი აზრით? რა თქმა უნდა. მედესაბჭო დამოუკიდებელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და წინა საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოვლენების გაშუქების სტანდარტები გააცნეს. სტანდარტი, რომელიც მოვლენების ობიექტური გაშუქებისთვის შეიქმნა 12 პუნქტიდან შედგება. აქ ლაპარაკია იმ მინიმალური თამაშის წესების დაცვაზე, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების პერიოდში ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კანდიდატებისათვის, პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის თანაბარ საშუალებებს და რაც თავარეს სამოქალაქო მშვიდობის პირობებს ქმნის ამ პერიოდში. ერთი არის უბრალოდ ფორმალური დაბალანსებულობა, დროში ყველას უნდა ქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და მაქსიმალური გადამოწვება ყველანაირი ინფორმაციისა, რომელმაც შეიძლება რომელიმე კანდიდატის დისკრედიტაცია გამოიწვიოს და შესაბამისად გავლენა მოახდინოს სამორჩეულთა არჩევაზე. დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა მათგან საეთერო დროს უთმობს და ტელედებატებში მონაწილეობას თავაზობს. კვირაში ერთი დღე კვალიფიციურ, ერთი კი არაკვალიფიციურ სუბიექტებს დაეთმობათ. დებატებში პრეზიდენტობის ის მსურველები ჩაერთვებიან, რომლებსაც ცესკო კანდიდატებად ოფიციალურად დაარეგისტრირებს. პრეზიდენტობის კანდიდატებს საზოგადოებრივი მაუწყებელი წინა საარჩევნო დებატებში მონაწილეობას თავაზობს. კანონის მიხედვით საზოგადოებრივმა ტელევიზიამ და რადიომ კანდიდატებს თანაბარი საეთერო დრო უნდა დაუთმოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ დასახელებულ კანდიდატებს დღეში დაახლოებით 18 წუთი საეთერო დრო ექნებათ. უფასო საეთერო დრო გამოიყოფა აგრეთვე საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული კანდიდატებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაქსიმალურად დაუთმოს ეთერი ყველა კანდიდატს, რათა არ იყოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება რომელიმეს მიმართ. და თუ რომელიმე კანდიდატი თვითონ იტყვის უარს კანონით მინიჭებული ამ საეთერო დროით სარგებლობაზე, ეს უკვე იქნება პირადად ამ კანდიდატის პრობლემა. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც დასახელებულია იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან და ეს გამომდინარეობს უკანასკნელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ამ საკითხებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას საარჩევნო სუბიექტების და საინიციატივო ჯგუფების წევრებთან დღეს სპეციალური შეხვედრა ჰქონდათ.
პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლებს ძირითადად დებატების ფორმატი და დრო აინტერესებდათ. კვალიფიციური კანდიდატების დებატები ყოველ კვირას 8 საათზე გაიმართება, ხოლო არაკვალიფიციური კანდიდატების სატელევიზიო პაექრობა პარასკევს. დებატებში მონაწილეობის სურვილი ყველა კანდიდატმა გამოთქვა. იმ შემთხვევაში თუ დაამუშავდება და მიიღებს სასურველ ფორმას ყველა კანდიდატისათვის, რა თქმა უნდა, მიიღებს ნათელაშვილი დებატებში მონაწილეობას პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილთან. ძალიან კარგია, როდესაც წინასწარ განისაზღვრება დებატები, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია არა 5-ის მერე, არამედ 5-მდე. დებატებში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე დააფიქსირეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა და პარტიების მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა. ოპოზიციურ კანდიდატებს ძირითადად სააკაშვილთან დებატებში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ისეთ დებატებში, სადაც იქნება საშუალება, რომ გამოხატო აზრი, იქნება ობიექტურად ამ ინფორმაციის გადაცემა და ასევე იქნება საკითხები, რომელიც რეალურად ჭირდება ამ ქვეყანას და მართლაც აწუხებს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ასეთ დებატებზე უარს არავინ არ ამბობს. ეს უნდა იყოს პირდაპირ ეთერში, ეს დებატები უნდა იყოს ძალიან სწორად ორგანიზებული, იმიტომ რომ როგორც ამერიკაში ხდება, ყველა მონაწილეს უნდა კონდეს თანაფარი დრო იმისთვის, რომ არ მოხდეს ვიღაც მდგომარეობაში ჩაყენება. ოპოზიციამ გამართოს დებატები და მიხეილ სააკაშვილმა ამით ისარგებლო გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ვინმე სურდეს დებატები სააკაშვილის გარდა. ერთი დებატები უნდა გაიმართოს ეკონომიკაზე, ერთი დებატები უნდა გაიმართოს განათლების სისტემაზე, ერთი დებატები საგარეო ურთიერთობებზე და სოციალურ საკითხებზე აუცილებლად. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის საეთერო დროის პარიტეტულობას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება. კანდიდატების პრეტენზიებს და საჩივრებს მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის. ეროვნული საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძეს კიდევ ერთხელ ასახელებს. 9 პარტიის რჩეულისთვის დღეს მთავარი კონკურენტი ისევე როგორც 2003 წელს ვაკის რაიონის მაჟორიტარული არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილია. ახალი მემარჯვენეების ლიდერს კი, რომლის გვერდით გაჩეჩილაძე ვარდების რევოლუციამდე იდგა, ეროვნული საბჭოს კანდიდატი ერთი მიზნისა და ინტერესის მიუხედავად მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს. პოლიტიკური განცხადებების ადგილად ლევან გაჩეჩილაძემ ამჯერად მთაწმინდის პანთეონი აირჩია. თქვენი და მთელი საქართველოს წინაშე პირობას ვდებ, რომ საქართველოში ძალიან მალე დასრულდება ძალადობა და უსამართლობა. ვერავინ ვეღარ შეეხება კერძო საკუთრებას. ვერავინ ვეღარ დააშინებს ბიზნესს. არასოდეს იქნება პოლიტიკური პოლიცია და აღარასოდეს გაყალბდება არჩევნები. წავედით, მამა დავიცე. პირველად მამა დავიცე ასვლის იდეა ლევან გაჩეჩილაძემ ვერის ბაღში 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოთქვა. მაშინ ის ახალი მემარჯვენეების პარტიის წევრი იყო და საარჩევნო ნომერ 38-ის პროპაგანდას ეწეოდა. 2002 წელს ლევან გაჩეჩილაძე მთაწმინდაზე დავით გამყრელიძესთან ერთად დავიდა. დღეს მას სხვა მოკავშირეები ყავს. ადამიანს, რომელიც გააუქმებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ გზავნილი არის არა მხოლოდ გაუქმება, არამედ სახელმწიფოებრიობის ხელშეწყობა და მომავალი აღშენებლობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი არსი იქნება ეროვნულობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. მთაწმინდაზეც იმიტომ ვართ, რომ სწორედ აქ დაკრძალული სახელმწიფო მოღვაწეები, ეროვნული მოღვაწეები სწორედ ასეთი პრინციპებით ცხოვრობდნენ. ექიმის, მეწარმის და ლიდერის გვერდით გაჩეჩილაძე ყველა ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დროს იდგა. ახლებთან იყო მაშინაც, როცა ოპოზიცია თბილისში ახლად დაბრუნებულ ბადრი პატარკაციშვილს სტუმრობდა. დავით გამყრელიძე დღეს მას კონკურენტად არ მიაჩნია. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, ისთანაც ლევან გაჩეჩილაძე დებატებს თანხმდება. ამის შესახებ მის ნაცვლად პრეზიდენტობის კანდიდატის მოკავშირეები საუბრობენ. თავად გაჩეჩილაძეს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიაჩნია. ჩვენთან ვისაც კითხვები გაქვთ, აგერ არის ქალბატონი თინა და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ. ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ჟურნალისტთან, მიხეილ სააკაშვილთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას ლევან გაჩეჩილაძე, ისევე როგორც ჩვენი წარმომადგენლები სააკაშვილის წარმომადგენლებთან მიიღებენ მონაწილეობას ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დებატებში. თანაბარ პირობებს ვაკის რაიონში კონკურენტ სააკაშვილთან გაჩეჩილაძე 2003 წლის არჩევნების დროსაც მოითხოვდა. მაშინ გაჩეჩილაძე სააკაშვილმა დაამარცხა. მე მგონია, რომ მეც და მიშა სააკაშვილიც გამომწმედილი ადამიანები ვართ, თუ იქნება თანასწორუფლებიანი კონკურენცია.
1999 წელს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს ლევან გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. კომპანია GVS-მა კი, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტებას სამარკო ღვინოს სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი მიუძღვნა. ამაზე ადრე დაპირისპირებები ყოფილდა ახლანდელ თანამოაზრეებს შორის პარლამენტშიც იყო. ვინ არის ოლიგარქი, კაცო? არ აქვს ხვენია მიშა, რას ლაპარაკობ? ოლიგარქი არის ყველა ის, ვინც პარლამენტში ღია უცხო ახდეს სამუთარი ფინანსური ინტერესის ლობიები. ვინ ახდეს? კაცობა გესმის იმაში, შენ მე შემოვთავაზე $500, რომ იმაში რომ შენთვის მე კაცობა მესმის რომ უარი გითხარი მაგ $500. მე შენთვის არაფერი $500 არ შემომითავაზებია. მე გითხარი რომ თუ მომეხმარები იურიდიული მომსახურების გაწევაში მე მზარდა ვარ რომ მიიღოს შენი ანაზღაურება. 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში პრეზიდენტობის კანდიდატად ბრუნდება. თეთრი ყელსახვევები მის მხარდამჭერ ოპოზიციას და მსახიობებს დღეს მამა დავითზე დაურიგეს. პოლიტიკა ჩვენს გარშემო და ქვეყნის ბედია ჩვენს გარშემო. მაგ არ არის დღეს ჩავერთე პოლიტიკაში თუ ხვალ ჩავერთე პოლიტიკაში. მე ვარ ადამიანი, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი, რომელსაც ქვეყანა უყვარს და მისთვის სულ ერთი არ არის ამ ქვეყანაში რა ხდება. ჩემი ქვეყნის ბედი წყდება და მე გაერთიანებულ ოპოზიციის წინადადებებს და მისი ლიდერის ანუ ბატონ ლევან გაჩეჩილაძის იდეებს ვიზიარებ. დღემდე ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატია. რამდენიმე წელია ის სამსახურში არ დადის. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საჯარო სხდომა გაემართა. სხდომა სამუშაო ხასიათის იყო და 7 საკითხი განიხილებოდა, მათ შორის ბიუჯეტიც. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 26 მილიონი ლარი გამოყოფილი 1 საათის განმავლობაში დღის წესრიგში წარმოდგენილი ყველა საკითხი დაამტკიცეს. შეხვედრაზე განიხილეს კანდიდატების საკითხებიც. აღმოჩნდა, რომ 9 კანდიდატის განაცხადი სრულყოფილი არაა, მათ შორის ბადრე პატარკაციშვილისაც. საპრეზიდენტო კანდიდატებს საბუთების წესრიგში მოსაყვანად 1 დღის ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კანდიდატურების მოხსნის საკითხი დადგება. საბუთების მიხედვით ბატონი პატარკაციშვილის სახელი არკადი და აქედან გამომდინარე უბრალოდ გადასარკვევია თუ როგორი სახით შევა ის თუ შევა ბიულეტენში. თუ არ მოხდება საბუთების წარმოდგენა იმ სახით როგორიც არის გათვალისწინებული კანონში და ერთი დღის ვადაში CSGO იმღიჟანებს ნებისმიერი კანდიდატის საკითხს. როდის უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები და უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 5 იანვარს მოქალაქეები პლებისციტის ორ შეკითხვას გასცემენ პასუხს. ნატოში გაწევრიანება ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პლებისციტზე მეორე კითხვის ჩამატების აუცილებლობას ვერ ხედავენ. კიდევ ერთი კითხვა პლებისციტს ხელისუფლების ინიციატივით დაემატა. 5 იანვრის არჩევნებში მოსახლეობამ პრეზიდენტის არჩევასთან ერთად თავისი პოზიციაც უნდა დააფიქსიროს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პარლამენტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მოსახლეობის დამოკიდებულება ცნობილია, თუმცა პლებისციტის მეშვეობით მათი ეს პოზიცია უფრო ნათელი გახდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დაფიქსირდეს და გამოიკვეთოს სწორედ საზოგადოების მხარდაჭერა ქვეყნის ამ ძირითადი მიმართულებისადმი. აქედან გამომდინარე, კითხვა იქნება გამოტანილი პლებისციტზე და შესაბამისად შედეგები იქნება გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა პლებისციტის კითხვაში კითხვის დამატებას ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ეჭვის თვალით უყურებს. მათი თქმით, ნატოში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარება უფრო მართებული იქნებოდა. საგურამოს მანიფესტი გვაქვს და პრეზიდენტის პროგრამაშიც იქნება ამის შესახებ. ისე რომ ახლა ჩვენი დამოკიდებულება ცნობილი ხდება. ანგარიშები აქვს პლებისციტში ჯერ მე არ გასმის მაგალითად. პლებისციტი მაინც ნიშნავს გარკვეულწილად პოზიციის გაგებას და არა გადაწყვეტილებას. ხოლო რეფერენდუმი ეს არის გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობისა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნატოს საკითხი უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებდა გამოკითხვისას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობით. შედეგები იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი ახლად მოსული ხელისუფლებისა თუ რა გზით უნდა ატაროს ქვეყანა და ვფიქრობთ ხარს დაუჭერს ფართო საზოგადოება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარების ინიციატივით პრეზიდენტი 8 ნოემბერს გამოვიდა. კითხვაში სულ ორი კითხვაა, როდის გსურთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე თუ 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე და მეორე. უჭერთ თუ არა მხარ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამ ეტაპზე ზუსტად მიმდინარეობს რჩეულობა პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით. ჩამოყალიბდებით ანუ კითხვაზეც რა იქნება, როგორ იქნება.
საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხოლოდ ერთი მაპის პროგრამა დარჩა განსახორციელებელი. მასზე გადასვლის თარიღი გაზაფხულზე გახდება ცნობილი. ლეიბორისტული პარტია ბადრი პატარგაციშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ სპეციალური მიმართვა პარტიის წევრმა ნესტან კირთაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, პატარგაციშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ არის დეპორტირებული, რაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში მას ხელს უშლის. კატეგორიულად მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას. შეწყდეს სამართლებრივი და პოლიტიკური დევნა პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მიმართ და მოიხსნას ის უსაფუძვლო ბრალდებები, შეჩერდეს ეს აღვირახსნილი კამპანია და მას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დაბრუნდეს სამშობლოში, შეხვდეს თავის ამომრჩევლებს, ხოლო საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას შეეგუოს ყველა. საქართველოს გზის ლიდერი თბილისში დაბრუნდა. ევროპაში 10 დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზიდან ჩამოვიდა. საქართველოს გზის ლიდერმა შეხვედრები საფრანგეთში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებთან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან და ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ხავიერ სოლანასთან გამართა. სალომე ზურაბიშვილი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს. 20,000 ვაკანსია და დასაქმების მსურველთათვის მალე საქართველოში ახალი პროგრამა ამოქმედება. ამ დროისთვის პროგრამაში მონაწილე კომპანიების მხრიდან ვაკანსიების წარდგენა კვლავ მიმდინარეობს. დასაქმების მაძიებელთა რეგისტრაცია კი 5 დეკემბრიდან დაიწყება. ქართულმა კომპანიებმა 20,000 ვაკანსია უკვე გამოაქვეყნეს. განაცხადი ჯერჯერობით 60-მდე კომპანიამ შეიტანა. მათ შორისაა საქართველოს ბანკი. ბანკების გარდა თანამშრომლების მიღება სხვადასხვა სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიებიც გეგმავენ. სერვის ცენტრებისთვის ბუნებრივია ჩვენ გვესაჭიროება თანამშრომლები. დაახლოებით ჩვენი გათვლებით გეგმავთ მომავალი 2 წლის განმავლობაში 1700-მდე კაცის დასაქმება. სხვადასხვა პოზიციებზე ეს არის ოპერატორების, მოლარე ოპერატორების, მოლარეების, აკრედიტო ოფიცრების, იურისტების, ასე ვთქვათ, პოზიციები. დასაქმების პროგრამაში 25-დან 60 წლამდე 100,000-მდე უმუშევარი უნდა ჩაერთოს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სურველები 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან. მათი გადამზადება ბიზნეს სექტორში ან პროფესიულ სასწავლებლებში მოხდება. ამ დროის განმავლობაში ისინი სახელმწიფოსაგან 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ამჟამად კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში კომპანიები რეგისტრაციას გადიან და ვაკანტურ ადგილებს აქვეყნებენ. ჩვენ მოუწოდებთ, რომ ყველამ მოგმართოს ეკონომიკის სამინისტროს დარეგისტრირდნენ ეს პროცესი. აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე ძალიან ბევრი კომპანიაა დარეგისტრირებული. ძალიან მარტივი პროცედურის უბრალოდ განაცხადის შემოტანის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროში საწარმოები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ქართული უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიზნეს სექტორი მიიღებს და ჩაერთვება აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში. ანუ მთავარი ჩვენთვის დღეს სწორედ ეს გახლავთ, იმისათვის რომ გავზარდოთ, საუბარია დღეს 20,000-ზე, მაგრამ გავზარდოთ ვაკანსიების რაოდენობა. 45 წლის მარინა სვანიძე უკვე რამდენიმე წელია უმუშევარია. სამი შვილის დედა აქამდე სხვადასხვა ორგანიზაციები სამსახურში ასაკის გამოარიხებდნენ. სვანიძეების შემოსავლის ერთადერთი წყარო 114 ლარიანი დახმარებაა. ყველანაირ სამუშაოზე თანახმად რაც კი იქნება, არა ვარის უარყოფითად განწყობილი და მაქვს იმედი, რომ ამას საქმებენ რაიმეთი და დავიწყეთ მუშაობას. დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 5 დეკემბრიდან დაიწყება. სარეგისტრაციო პუნქტები თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიხსნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანების შეხვედრებს რეგიონებში მართავენ. გადაცემას, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პრობლემებს აშუქებს, ახალციხეში მცხოვრებლებმა თავიანთი სურვილები და შენიშვნები წერილობით აცნობეს. იტალიურ ეზოს შემოქმედები ჯგუფთან ერთად რეგიონში ახალგაზრდული თოქ-შოუ კედელის წამყვანების ჩავიდნენ. გიორგი გუგუშვილმა სპეციალურად იტალიური ეზოსთვის განკუთვნილი წერილები ახალციხეში თავად გახსნა და გადაცემის ერთგული მაყურებლების შენიშვნებსა და საინტერესო იდეებს გაეცნო. ადამიანები მაინც გამოიჩინეს მოქალაქეობრივი აქტივობა და წერილების რაოდენობა მართალია დიდი არ არის, მაგრამ რაცა საინტერესო თავის აზრს გამოთქვამენ ჩვენი გადაცემის შესახებ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები ახალციხის რესურს ცენტრში მივიდნენ და პედაგოგებს პირადად გაესაუბრნენ. საუბრის თემა ძირითადად თოქ-შოუ იტალიური ეზო იყო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს აშუქებს, თუმცა შეხვედრაზე ყურადღება სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებზეც გაამახვილეს. ახალციხის პედაგოგებისგან, როგორც ქართულენოვანი სკოლების, ასევე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისგან ჩვენ მოვისმინეთ იმ პრობლემებისა და იმ დადებითი მხარეების შესახებ, რაც თან ახლავს სამოქალაქო განათლების სწავლებას სკოლებში. იტალიურ ეზოსთან ერთად ახალგაზრდებს თოქ-შოუ კედლის წამყვანიც შეხვდა. შეხვედრის მიზანი მომავალი თაობის ინტერნეტ ფორუმში ჩართვა და რეგიონებში კომუნიკაციების გაფართოება იყო. კედელში, დადაცემაში რომელიც მე ვიყავს, გვინდა რომ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდები სხვადასხვა რეგიონებიდან, არა მარტო ახალციხიდან, არამედ მარნეული ახალქალაქი და ასე შემდეგ. ჩვენ ახალციხელი ახალგაზრდობა ყველანაირად ჩართული ვართ ამ პროექტში. და რა ვიცი, ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ უფრო რაღაც აქტიურები ვიყოთ, უფრო გამოჩნდეთ სხვა ქალაქებისთვის. სანდროსთან გადაცემაში მივიდეთ და ვისაუბროთ თავისუფლად, თქვათ ინტერნეტზე ან თუნდაც რა გვაწუხებს, ან რა გვინდა რომ მოხდეს, ან თქვათ ჩვენ რაღაც პრობლემებს. რეგიონებში შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ფონდი ალპე ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პარიზის გარეუბნებში ზედიზედ მეორე